კრიპტოქიზმი არის, როდესაც სათესლე ჯირკვალი არ ჩამოდის სათესლე პარკში. ან თავდაპირველად ჩანასახში ან ნაყოფში სათესლე ჯირკვალი არის ზემოთ მუცლის ღრუში, რომელიც თანდათან ჰორმონების ზემოქმედების შედეგად უნდა ჩამოვიდეს სათესლე პარკში. არც ისე იშვიათი არის, რომ ეს გზაზე რაღაც ეტაპზე ჩერდება და ბოლომდე არ ჩამოდის. ამას ქვია კრიპტოქიზმი. მკურნალობა არის მხოლოდ ოპერაციული. ჩამოტანა ხდება სასურველი არის, რომ ოპერაცია ჩატარდეს 12 თვემდე ასაკში, თუ 12 თვემდე ვერ მოხერხდა, რეკომენდაცია არის, რომ 18 თვემდე მაინც გაკეთდეს. თუ ამ პერიოდში არ არის ჩამოტანილი, რა თქმა უნდა, მერეც უნდა იქნას ჩამოტანილი. უბრალოდ მნიშვნელოვანი არის, რომ უარესდება სპერმის ხარისხი და სავარაუდო შვილოსნობა შემდგომ ასაკში. ოპერაცია სავალდებულო არ არის, თუ არის ეგრეთ წოდებული მოძრავი სათესლე ჯირკვალი. ანუ, როდესაც ხან არის სათესლე პარკში ჯირკვალი და ხან არა. ამ შემთხვევაში შეიძლება დავაკვირდეთ, ოღონდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან თუ ავიდა და აღარ ჩამოვიდა რაღაც პერიოდი, მაგ შემთხვევაში ოპერაცია გასაკეთებელი არის. ასევე უნდა ვნახოთ, ხო არ ჩამორჩება ეს მოძრავი სათესლე ჯირკვალი ზრდაში მეორე ნორმალურ სათესლე ჯირკვალს, თუ მეორე არის ჩამოსული, რა თქმა უნდა. და თუ ჩამორჩება, ესეც ჩვენება არის ოპერაციის.